2026 წელს საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს აღნიშნავს უნიშნულოვანესი ისტორიული მოვლენაა. ურთიერთობა ქრისტიანობასთან ეს არის გზა, რომელიც ახსენებს ადამიანს, რომ ის მარადიულ სამყაროსთან არის კავშირში. როგორ ეხმარება ქრისტიანული ღირებულებები ოჯახურ ერთობას? პლატონის მითი ყველაზე კარგად ხსნის სქესობრივ სიყვარულს. შენი მეორე ნახევრის ძებნაში ხარ იმისთვის, რომ გამთლიანდე. ბედნიერ ქორწინებაში მყოფი მშობლების შვილები უფრო ბედნიერ ქორწინებას იმეორებენ. ბავშვის აღზრდა ოჯახში. მშობლები არიან აღზრდელები, ბავშვი არ შეიძლება იყოს აღზრდელი. რაც გეგზავნება ცხოვრებისგან, ან ღმერთისგან, შენი აღმოაჩენ ფარულ მინიშნებას. დადებითია ყველაფერი. ვინც გარეთ იყურება, ზინა. ვინც შიგნით იყურება, გვიძავს. ქრისტიანობა გეუბნება, რომ ნეტარება არის არა გონების სიწმინდე, არამედ გულის სიწმინდე. მოგესალმებით ჩვენს პოდკასტში, რომელიც შეიქმნა ქრისტიანული ერთობის 1700 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო პროექტის ის, რაც გვაერთიანებს ფარგლებში. 326 წელს მიღებულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ არა მხოლოდ სარწმუნოებრივი, არამედ ეროვნული თვითყოფადობის საფუძველიც მოგცა. მე გიორგი გვასალია ვარ, რომელიც ამ პოდკასტს წავიყვან. დღეს გვინდა ვისაუბროთ ოჯახის შესახებ, რადგან ოჯახი არის ჩვენი სულიერი გზის, კულტურის, ეროვნული თვითყოფადობის ფუნდამენტი. ჩვენთან სტუმრადაა ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, იუნგიანელი ფსიქოანალიტიკოსი და ჯგუფური ფსიქოთერაპევტი ბატონი რეზო კორინთელი, რომელიც გაგვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას და მოგცემს პრაქტიკულ რჩევებს, როგორ დავამყაროთ და გავაძლიეროთ ერთობა ოჯახში. ბატონი რეზო, მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა მობრძანებისათვის. 2026 წელს საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს აღნიშნავს უნიშნულოვანესი ისტორიული მოვლენაა და ჩვენ გვაინტერესებს აი ეს მოვლენა ოჯახის ერთობას, ოჯახის ფუნქციას, მნიშვნელობას რამდენად უკავშირდება, რამდენად არის ეს ოჯახი? რამდენად მნიშვნელოვანია. შემიძლია ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის რაც ჩვენ წინაპრებს განუცდიათ, უღვაწიათ, ხო? ეს ჩვენს თითოეულ ჩვენთაგანის კოლექტიურ მეხსიერებაშია. ჩვენ ამას ვერ ვაცნობიერებთ, მაგრამ ის მოქმედებს ჩვენზე. ამიტომ ფაქტობრივად ეს ურთიერთობა ქრისტიანობასთან ეს არის გზა, რომელიც ახსენებს ადამიანს, რომ ის მარადიულ სამყაროსთან არის კავშირში. რომ ის უნდა მარადიულით იცხოვროს. რომ ეს წუთი სოფელი მარტო წუთი სოფელი არ არის. რომ სიკვდილით არ მთავრდება ყველაფერი. და თუ აქედან ამ პერსპექტივიდან შევხედოთ, ოჯახი სულ სხვანაირად იცხოვრებს. თუ მაქვს დიდი გრძელი გზა გასავლელი კიდევ. როცა სიკვდილი არსებობს, ეს ადამიანი ცდილობს, რომ მოასწროს დროზე ყველაფერი. მით უმეტეს ახალგაზრდა ასაკში. მე თუ დაბერდა რაღაც უნდა, ხო, ესეთი ლოგიკაა. მაგრამ ქრისტიანობა ფაქტობრივად აყალიბებდა ჩვენს მეგობრობის ინსტიტუტს, ასე ვთქვათ, ურთიერთობის ინსტიტუტს, სოციალურ გარემოს და მათ შორის ოჯახს, სადან ოჯახი უჯრედია საზოგადოების, ხო? მაგრამ მე ფსიქიატრიასთან რა კავშირშია ეს, იმიტომ რომ ბევრი ფსიქიატრი მივიდა იმ დასკვნად და ფსიქოთერაპევტები და სიღრმის ფსიქოლოგიის წარმომადგენლები, რომ თავადება იწყება ოჯახიდან. ბავშვი იზრდება ოჯახში. ანუ იზრდება ისეთ ურთიერთობებში, ის მას ურთიერთობა აყალიბებს. ის კი არა ნეირომეცნიერება დღეს ლაპარაკობს, რომ დადასტურებულია, რომ ჩვენი ტვინიც კი ურთიერთობით შენდება. მაგრამ არსებობს ტოქსიკური ურთიერთობა და არსებობს ჯანსაღი ურთიერთობა. ამიტომ ბავშვი ოჯახს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მე მივიდნენ დასკვნამდე, რომ რა არის ოჯახი, რაღაც განცალკევებული უჯრედია, თუ ის რაღაც დიდი სისტემის ნაწილია. რა თქმა უნდა. ამიტომ აი საზღვარგარეთ იყო ესეთი სისტემური თეორია, რომელიც განიხილავს, რომ ჩვენ ვართ ყველა სისტემა, ანუ ერთობლიობა. ჩვენი სხეული არის სისტემა, რომელიც ქვესისტემებისგან შედგება.
ერთია დაუშვათ რომ საჭმის მომნელებელი, ცენტრალური ნერვული სისტემის, ენდოკრინული და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ როგორც ინდივიდი ვართ ქვეს სისტემა ოჯახის სისტემის. ხოლო ოჯახი არის ქვეს სისტემა სანათესაოსი და ასე მიდის კოსმოსამდე. და ისინი თვლიან რომ ეს ყველა სისტემა ცოცხალია. არსებობს იერარქია. სადაც უფრო განვითარებული სრულყოფილი სისტემა ეხმარება ქვეს სისტემას განვითარებაში. და აქ ორი კანონი არსებობს, რომელიც ერთია, რომელიც დახვეწისკენ, სრულყოფისკენ მიისწრაფის, მეორე, რომელიც ცდილობს, რომ ჰომეოსტაზი შეინარჩუნოს, იყოს ისე, რომ არ დაიშალოს ოღონდ. ეხლა ეს არის ძირითადად, რომ რისი თქმაც მინდოდა იმის შესახებ, რომ ქრისტიანობა აგონებს ოჯახის თითოეულ წევრს, აძლევს ნიმუშს, როგორ უნდა იცხოვროს. მიუთითებს, როგორ უნდა იცხოვრო, ბედნიერი იყოს. რა მინდა გითხოთ, ჩვენ ქრისტიანობის მიღებამდეც ოჯახის კულტურა გაგვაჩნდა. აი, ქრისტიანობამ რა მისცა ოჯახს, ოჯახის გააზრებას, აი, რა არის ის, რაც 1700 წლის მერე უნდა გვახსოვდეს ოჯახის ერთობის თვალსაზრისით. რაც ეფუძნება ქრისტიანული ხედვა ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, რა მოგცა, რა სიახლე მოგცა, რა მნიშვნელოვანი, რა მგვითხრა, რაც დღესაც უნდა გვახსოვდეს 1700 წლის შემდეგ. მაგრამ ქრისტიანობა გაგრძელება იუდეო-ქრისტიანული ტრადიციის, ხო? იუდეელებსაც ჰქონდათ ქორწინების იდეა, რომ ერთ სხეულად იცხოვრება. როგორ უნდა იცხოვრო ერთ სხეულად, ხო და ქორწინება არის იქ, ესე ესმით, ფსიქოთერაპევტებს, ეს არის მისტიკური კავშირი, სადაც წყვილი ერთმანეთს ეხმარება სრულყოფაში და მარადიულის მიღწევაში. და მისგან გაშენილი შვილი კიდევ ამის ნაწილია. ეს არ არის პაექრობა, ეს არ არის დაუშვათ კონტრაქტი. თუმცა დღეს ძალიან ამით მოვა, იმიტომ რომ ეს ასეთი თავად რომ კონტრაქტია ორი რაციონალური ადამიანის ბიზნეს გარიგება. საშინელ შედეგამდე მიდის მე. ეს არის რომ როგორც გაძანტაკისი ამბობდა, სიყვარული არ არის თანაგრძნობა. იმიტომ თანაგრძნობაში ერთი იტანჯება, მეორე თანაუგრძნობს, ორია იქ. არ არის სიკეთე, რომ ერთი ორია იქაც, ერთი ეხმარება, მეორე ღებულობს. სიყვარული ერთია, ორი აღარ არსებობს. მაგრამ ამას რაციონალური გონებით ვერ ჩაწვდები, ეს უნდა განიცადო, ხო? როდესაც ეს ორი ადამიანი ურთიერთობს ასეთ დონეზე, ხო? იქ ესე იგი ჯანმრთელობა თავისით მოვა. აღჭირდება ბევრი რამ. და შენ ორთავე ქვეყანაში ცხოვრობ, მარადილშიც და აქაც, ამ ქვეყნიურშიც ხარ, ორივეში გახარებული ხარ, ასე ვთქვათ. მაგრამ ამის მიღწევა არ არის იოლი. უბრალოდ ქრისტიანობა მოგცეს გზა, რითაც უნდა იცხოვროს ერმა და მთელი ევროპა ქრისტიანული იყო, ხო? სანამ დაიშლებოდა კათოლიკებად და მართლმადიდებლად ერთად იყვნენ რამდენი საუკუნე, ხო? თუმცა აი ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო თხრობა თქვენი ამიდან გამომდინარე, აქცენტიდან გამომდინარე. როდესაც მამაკაცი მარტოა სამოთხეში, მაგრამ სამოთხეს ეულ სიხარულს ვერ ახეკულს. სამოთხეშია, მაგრამ სამოთხე არ არის მასში. აი როდესაც ოჯახი შედგება, როდესაც დედაკაც შეუქმნის ღმერთი მას, აი უკვე სრულდება თხრობა სამოთხის შესახებ, ეს უკვე სრულყოფილია. ამის შემდგომ უკვე მამაკაცი და დედაკაცის ერთობა, აი ამ ერთობას იონე ოქროპირი უწოდებს მცირე ეკლესიას. მცირე ეკლესია. რა არის ოჯახი? აი აქ არის ორი უკიდურესობა, ორი დაპირისპირებული მხარე ერთმანეთს ხვდება. ქალური და მამაკაცური საწყისი. დაპირისპირებულია, პოლარულია. სქესობრივი სიყვარული ყოველთვის პოლარულია. ეს არ არის მეგობრობა. მეგობრობის დროს ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ, თანასწორობა. ჩვენ ერთნაირი ფასეულობები გვაქვს. აქ არის ტოლვა ერთი საპირისპირო. და ისინი ერთმანეთს ავსებენ. თუ მამაკაცური საწყისია დაუშვათ ნებისყოფა და ნებისყოფის ქალური ფორმა არსებობს და მამაკაცური ქალი დამთმობია, მომთმენია. ესეც ნებისყოფის ფორმაა.
ეს არ არის რაღაც სისუსტე როგორც გონიათ, ხო? თუ კაცი ესე შეტევით იღებს მიზანს აღწევს შეტევის გზით, ეს მოთმინების გზით არის. რო აკვირდებიან, მაგალითად, გოგო მთელი წლის განმავლობაში სწავლობს ყოველ დღე. მამაკაცი გამოცდების წინ დაიწყებს სწავლას, ერთი კვირით ჩაიკეტება და სწავლობს. ანუ ეს ორი თვისება უნდა ეს არის ორი განსხვავებული მსოფლმხედველობაც. ერთმანეთს უნდა ავსებდნენ. მაგრამ არის ისეთი ტენდენცია, როდესაც ასე ვთქვათ, ქალი უჯანყდება თავის ქალურ ბუნებას, მithumetes ეუბნებიან, რომ ეს ქალური ბუნება რაღაც სუსტია და არარეალიზებული, უნდა გახდეს ისე როგორც მამაკაცი. ანუ როლი აიღო მამაკაცის. მაშინ ესეთ ქალებს ხშირად აქვს პრობლემები. ისინი ვორკაგოლიკები არიან, ბევრს მუშაობენ და აი ამ ქალურობის დათრგუნვის ხარჯზე. მამაკაც ეძახიან დიანას კომპლექსი, არ მეომარი ქალის კომპლექსი ფსიქოანალიზში. არ უნდა ქალობა, არც ბავშვი უნდა სადღაც. იმიტომ რომ ეს შეიძლება ეს იმითაც აიხსნება, რომ დედამისის უბედური როლს უყურებდა სახში. ამის გამეორება არ უნდა. პროტესტი აქვს? არ მინდა დედაჩემი უბედური ქალი იყო. რა თქმა ამის გამეორება. ოჯახში მისთვის არის სიმბოლო ყეობის, ციხის, ყოველდღიური უსიამოვნო რაღაც მექანიკური მოქმედების და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა არ უნდა. მის სხვა არსებობს მაგალითი თქვა სხვა ოჯახის თვალსაზრისით, სადაც ეს ასე არ იყო. ხო, ეს სხვა არის, მაშინ გინდება. მაგალითად, როდესაც უცხოელები სწავლობენ პრედიქტორებს, ბედნიერი ქორწინების. ეს რაციონალურად ყოველგვარ მისტიკას მოკლებული ამბობენ რას. არის რაღაც პრედიქტორები ბედნიერი ქორწინების. ერთია რომ ბედნიერ ქორწინებაში მყოფი მშობლების შვილები უფრო ბედნიერ ქორწინებას იმეორებენ ამ ნიმუშს. ეს ერთ-ერთი ეს არის. მეორე ვინც პოზიტიურ მხარეს უყურებს ცხოვრების, ვიდრე უარყოფით. გეტყვის რომ ეს ჭიქა ნახევრად სავსეა. მეორე გეტყვის ნახევრად ცარიელია. ორივე სწორია, მაგრამ ეს აღწევს იმას რაც არის. საჩუქარს მოუტანს, მაგრამ გეტყვის კი არა, მადლობთ, უკვე გვიან არის, კი მადლობთ, მაგრამ გვიან მომიტანე. რაც არ არის, იმას აღწევს ესეთ ადამიანი და რაც მნიშვნელოვანი ინფანტილური არ უნდა იყოს. იქ სადაც ასე ვთქვათ, მამაკაცი ეძებს იულ გზას. იქ არ არის, იქ ანგარებიანი ურთიერთობა, იქ სიყვარული არ არის. ისე ვიღაცას იყენებს, ვიღაცას ატყუებს. ნუ ეს ინფანტილური გამოვლინებაა. სამწუხაროდ იმატა თაობაში, ახალგაზრდებში, აი ესეთმა იული გზის ზებნამ. ქალებს აღარ აფასებენ, რამდენიც გინდა უცხოეთშიც კი გააკეთეს ესეთი განგაში ატეხეს, რომ ქალი ცოლი აღარ აინტერესებს იმდენად და ვინ უწევს კონკურენციას? კომპიუტერი და ფეისბუქი და სათამაშოები ეს კომპიუტერული. იქ მიდის, იქ თამაშობს. და უინტერესო ხდება? არ აინტერესებს. ურთიერთობა არ იცის ზოგმა. იმიტომ რომ სამყარო არის ის, რაც უნდა მოიხმარო. ერთჯერადი პაკეტებია, გადააგდებ იქ, რა გინდა? აიღებ და გადააგდებ და სამწუხაროდ ეს გავრცელდა ადამიანზეც. ამიტომ ესეთი ზრუნვა სხეულის ასე ვთქვათ სტანდარტებში რო იყოს სხეული, სულ აი ის გამიჩნდა, აქ მასაჟი უნდა, სულ კარგად უნდა გამოიყურებოდა. ერთი სტანისლავ გროფია, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ კულტურაში ამერიკაში ცხოვრობდა, იქაც და ცხოვრობდა და სიკვდილს არ აღიარებენ. ამიტომ არის სპეციალური ესე ვთქვათ ორგანიზაცია ან სერვისი, რომელიც გარდაცვლილს ისე ალამაზებს, რომ ახალგაზრდად გამოიყურება. და ამის ყურება არ უნდათ. ესეც არის. და რაც დრო გავა, ალბათ ეს პრობლემა კიდევ უფრო გაღვივდება, ტექნოლოგია წინ მიდის, ადამიანური სურვილების სულ უფრო ადვილად მიიღწევა ტექნიკურ, მაგრამ ეს არ არის, ეს არის
თავი და ვირტუალურ სივრცეში გაკეთებული რამ. ანუ ნამდვილი საჭმელი რო არ ჭამო და ჭამო ხელოვნურად გაკეთებული ეს არის. სამწუხაროდ მაყოფილდება დღეს ბევრი აი ამ ვირტუალური საკვებით. ბატონო, როგორ იწყება ოჯახი? რა არის ოჯახის განვითარება და შეიძლება დავარქვათ ოჯახი ვითარდება თუ იწყება ვითარდება ალბათ მე სრულდება ვითარდება სულ როგორც თქვენ 64 ბრძანე 64-ში ერთი დღე მდგომარეობა ხო არ იქნება სულ განვითარება იქნება სულ წინსვლა და სულ ნეტარებაში ყოფნა იმ ხრივ რომ სულ წინ მიდიხარ უფრო ახალს იგებ ახალით ხარობ იწყება იმით ჩვენ ვამბობთ რომ ადამიანი რამდენჯერმე იბადება ჩვენ ორი დაბადება გვაქვს, ერთი გნათლავენ, მეორე დაბადება ეს არის მარადიული სამყაროსთვის, ხო? ის გნათლავენ, ანუ გვეუბნებიან, რომ ის არსებობს. მეორე სკოლაში რომ მიდიხარ, ესეც ამას ეძახიან ინიციაციის რიტუალებს. სკოლაში რომ მიდიხარ, შენ გაცვენ სკოლის იმას, მე ამთავრებ სკოლას, დღესასწაულია, რომ გამოსაშვები გაქვს და ასე შემდეგ. ქორწინებაც არის რიტუალი ამ გაგებით. რომლისთვისაც უნდა მოამზადო. მე მაგალითად ჩემის აზრით ეს ჩემი მოგზაურებული აზრია რომ ქორწინებამდელი სქესური კავშირი პირიქით აუარესებს ურთიერთობას ქორწინებამდელი რატო შენ ამ ესე ქალწულობიდან ქალობაში გადასვლის ზარზე იმით უნდა მოხდეს ყვავილებით მოლოცვით ხო და არა ჩუმად ეს ჩუმად რო ჭამო წარმოიდგინე საჭმელი და სადღაც ის მაინც გრძნობს, რომ ისეთ რაღაცას აკეთებს, რომელიც დასამალია. არ ეუბნება მშობლებს, არ ეუბნება სხვას. ხო, მეორე მხრივ იოლი ხდება, მიღწევა. და რაც უფრო იოლია, ყველაფერი უფრო მარტივი და გაუფასურებულია. და ბევრი ამბობს იმას, რომ როცა ეუბნები, რომ ეკითხები, რომ გიყვარს ხო როგორ არა ძალიან მიყვარს რო ეკითხები აბა მითხარი ისთან გაქვს არც იცნობს უცხო ადამიანს აქვს და ამბობენ გიყვარს ერთმანეთი აი ეს უნდა მომზადეს უნდა განუმარტო ყველაზე კაი მაგალითი რა თქმა უნდა ოჯახია ჩემი მშობლები როგორ იყვნენ ერთმანეთთან ხო როგორ ეხმარებოდნენ ერთმანეთს როგორ უზიარებდნენ ერთმანეთს აი ხა კითხეთ აბა ოჯახებში ერთად ჭამენ არ ჭამენ ერთად, ცალ-ცალკე ჭამს ყველა. ეს ტრაპეზია, ხო, უყურებ, უფროსი როგორ იქცევა, ან სტუმარი როცა მოდის, ამას უყურებ შენ. ამავე დროს შენ ჭამ იერარქიას სწავლობ. აი ამ სისტემური მიდგომის მნიშვნელოვანი ერთ-ერთი არის რა? თუ ზედა იერარქიული სისტემა რომ მიიღოს ქვედა სისტემა, ინტეგრაცია უნდა მოხდეს მისი. ესე იგი ინტეგრაცია ნიშნავს რომ თვითყოფადობას არ აკარგინებ ქვედა სისტემის ნაწილს. მაგრამ თუ არ არის მზად, ხდება ასიმილაცია, იდენტობას კარგავ. კარგავ შენს თვითყოფადობას, ეროვნულ თვითშეგნებას, ბაძავს ხვებს. ეს უფრო საშიშია ვიდრე ის, რა ქვია. ხო, ერთია მაგალითი იღებს სხვისგან და მეორეა ბაძავს ხვას, ხო? ხო, ბაძავ შეუგნებლად გიხდება არ გიხდება ხო მეორეს ერთი ის უცხო კულტურა რომელიც არის შენ რამდენად გაითავისეს რამდენად გესმის როცა იმეორებ აი მაგათ ამის შეერთებულ შტატებში არის აკულტურიზაციის სინდრომი ფსიქიატრები მივიდნენ რომ ძალიან ცუდი ამერიკისთვის ეს ის ხალხია ვინც ამერიკისთვის კარგია ეს რომ იტალიელი იტალიელობდეს ებრაელი ებრაელობდეს სხვადასხვა კულტურის ის არის იტალიელი მართლა იტალიელობს იტალიური მაღაზიები იტალიური რესტორნებია იტალიურად ცხოვრობს კათოლიკურ ეკლესიაში დადის თავის შვილებს და შვილიშვილს უშვებს იტალიაში ანუ თვითყოფადობას არ კარგავს ჩინელი ზოგმა ენა არის ეს ინგლისური აცვია ჩინურად წარმოიდგინე ებრაელები კოშერული მაღაზიები აქვს დღესასწაულები თავისი ვერავინ ვერ აიძულებს იმ დღესასწაულზე იმუშაოს თვითყოფადობას ინარჩუნებენ
ამიტომ აუცილებელია ეს რომ შენ რო არ გაითქვიფო სხვაგან, იმიტომ ზოგი არის რომ ვერც ეგუება, ვერც იმ კულტურაზე და თავის კულტურაზეც უარს ამბობს. ჰაერშია გამოკიდული. და ოჯახში ეს განსაკუთრებით ისახება, ალბათ ოჯახში არის სწორედ ის სივრცე, სადაც თანხმობან-საბობან უარს ამბობ ამ ასიმილაციაზე. აი ერთ-ერთი რაც გითხრათ ევროპული ის რომ ჩამოთვალე რამდა ერთ-ერთი არის რომ ოჯახის პრედიქტორი ბედნიერი ოჯახის არის ფასეულობათა სისტემის მსგავსება. განსხვავებული ფასეულობების თუ ხარ ვერ შეეგუები. თეოდორ ლიცი იყო აქ ჩამოსული თბილისში და მას აქ წიგნი შიზოფრენოგენული ოჯახი. მაშინ უკვე 70-იანებში დაწერა და იქ აქ მაგალითი, სადაც მეუღლე პროტესტანტია და ცოლი კიდევ, ასე ვთქვათ, კათოლიკე. განსხვავებული იმით ზრდიან. ბავშვი გაიხლიჩა. სხვადასხვა ფასეულობის კონფლიქტის მატარებელია. კონფლიქტი თუ არის დაპირისპირება, ეს საშიშია. მაგრამ როდესაც კონფლიქტს შენ დაპირისპირებულ მხარებს აერთიანებ, ეს სხვა არის. რომ მიწიერიდეს სულიერის თანაც, იმიტომ რომ წმინდა მამები პრაქტიკულებიც იყვნენ ძალიან. ეს არის რომ მიწას მოწყვეტილი ხალხი. ხოდი. და როდესაც ეს დაპირისპირება მიუღებელია, არ გინდა არ უსმენ ერთმანეთს, მაშინ არის გახლეჩისკენ მე იხლიჩება საზოგადოებაც, ოჯახიც და ყველაფერი. აი, რატოა საჭირო რომ ქრისტიანობა გეუბნო გაერთიანდი. რა გვაერთიანებს? მართლა რა გვაერთიანებს? კლასობრივი თეორია, ლიბერალური ფასეულობები, თუ რა? ამას გეუბნო ის რაც გაერთიანებს, რომ შენ მარადიულთან წილნაყარი ხარ. მარადიული პლასტიკა შიგნით და ამას უნდა ეძებდე და სკოლიდან რა თქმა უნდა, სკოლაშიც უნდა. აი ხშირად მიფიქრია და უზიარებ ჩემ კოლეგებს. ცხოვრების ფილოსოფიას ასწავლიან უნივერსიტეტში. არა. ზნეობრივია, როგორ უნდა იცხოვრო და გააკეთო რა არა. მორალური კომპასი არა აქვს ახალგაზრდას. როგორ იაროს ამ ცხოვრებაში? რატო არ შეიძლება ეს? მე ხშირად ვამბობ ხოლმე ბატონებს, რომ ჩვენ სკოლაში ვაძლევთ ცოდნას და არა განათლებას. ჩვენ სკოლაში უნდა მივცეთ განათლება. ნათელთან არის საქმე განათლება. რა თქმა უნდა. ცოდნის მიცემით არ უნდა შემოიფარგლებოდეს სკოლა უნდა მისცეს განათლება. ანუ რაღაცა ის რასაც თქვენ ბრძანებს, ეს მორალური კომპასი უნდა ასწავლოს რაღაცა. ვექტორი უნდა გაუჩინოს ღირებულებებისა და აი დღეს თქვენ რასაც ბრძანებთ, აი ოჯახური კრიზისი ძალიან ხშირია, ოჯახები ძალიან ხშირად განქორწინების მაჩვენებელი ძალიან მაღალია და ამის მიზეზებს ეძებენ სადღაც სხვაგან, სინამდვილეში საძიებელი აბსოლუტურად სხვა სივრცეში. სხვა წინაპირობა აქვს ამას. ისე არავინ სერიოზულად არ ეკიდება. რაღაცა სტატისტიკა უფროა დღეს ოჯახთან ურთიერთობა, რაღაცა სტატისტიკა, რომელიც დაიდება და ნუ აი ამ მოცემულობას ვეგუებით მორჩა და გათავდა. აი ოჯახს აჩვენეს ერთ კონგრესზე აჩვენეს ესეთი რამე, რომ ოჯახის ზიან ერთად ჭამენ და გააფართოვეს და ერთ მობილურში იყო და მეორე არ ურთიერთობენ. როცა ერთ-ერთმა წმინდა მეგონი ივანე ოქროპირმა თუ ქარო შენ მარტო როგორ გითხულობ? გაუზიარო. შენთვის გითხულობ? რადონე იყო გაზიარებეს, როგორ რაღაც სიხარული მოვიდა, გაუზიარეს სხვას. ოჯახი, ძალიან საკმაოდ რთული მოვლენა და ძალიან ბევრი კუთხით შეიძლება მასთან დაკავშირებით საუბარი, მაგრამ ალბათ ერთ-ერთი პრობლემა, რომელზეც ვაკეთებთ ხოლმე აქცენტს, ეს არის რაღაცა ოჯახში, დღეს განსაკუთრებით ხმამაღლა საუბრობენ ამაზე, აი ფუნქციების გადანაწილება. აი თქვათ აი როგორ უნდა ხდებოდეს, რომ აი ესეც ხო პროცესია, ესეც ხო რეალობა, მაგრამ აი რაღაცა ჯანსაღი პროცესი იყოს და სხვა ოჯახი არ ავნოს. ოჯახს აქვს როგორც ცოცხალ ორგანიზმს, როგორც სხეულს, ორი ინსტინქტი, გადარჩენის და გამრავლების. ჩვენც ეს აქვს. მაგრამ ფუნქციები აქვს რამდენიმე ოჯახს, აი მოთხოვნილებები.
სამეურნეო ყოფითი ჭერი გჭირდება, საჭმელი, სითბო, ხო? მეორე ეს არის ემოციური, ემოციები უნდა იყოს ოჯახში. ანუ ემოცია რა არის, რაც სადაც სხეული მონაწილეობს, სიხარული იქნება, გაბრაზება და ტრიალებდეს იქ. არ შეიძლება ჩაკეტილი იყო, ემოცია არ გამოავლინო. შემდეგი არის სქესობრივ ეროტიული, ეს ნიშნავს, სულ ქმარს უნდა სქესობრივად უყვარდეთ ერთმანეთი. ხო, პოლარულად, ეს არ ნიშნავს ლოგინს მარტო. პოლარულობა უნდა იყოს, ხო? მამაკაცი ახტაცებული უნდა იყოს თავისი მეორე ნახევრით. მეორე ნახევარია, წარმოიდგინე. ეს სიტყვა თურმე ირლანდიელებსაც აქვს, მე მეგონა მარტო საქართველოს. ის რაც ერთ დროს შენ რო იყავი სრულქმნილი, ეს ორად გაიყო. და შენ ამის შემდეგ ეძებ შენ მეორე ნახევარს და პლატონის მითი ყველაზე კარგად ხსნის სქესობრივ სიყვარულს, რომ შენ მეორე ესე იგი შენი მეორე ნახევრის ზებნაში ხარ იმისთვის, რომ გამთლიანდე. შემდეგი არის აღზრდის ფუნქცია, უნდა აღზარდო. და ბოლოს სულიერი ფუნქცია, რითი ცხოვრობს ოჯახი. მაგრამ ხშირად ეს ფუნქციები არ სრულდება. ეს ფუნქციები რომ შესრულდეს, უნდა განაწილდეს როლები. მშობლები არიან აღზრდელები, ბავშვი არ შეიძლება იყოს აღზრდელი. შემდეგ ბავშვი უნდა იყოს იმისთვის, რომ აღზრდას დაიქვემდებაროს და მშობელის მასთან კომუნიკაციაში. უყარია ბავშვს, როცა ზრდი. როდესაც უყვირი ხარ და არ უხსნი, და ხშირად ეზარებათ. როცა უხსნი, იმას უხარია, ის მოყვება. თევზის ჭერას რო ასწავლი და უხსნი როგორ, იმას უხარია, ის გაიმეორებს, ამაყობს ამით. მაგრამ ხშირად ერეობებია. დეიდა, მამი და გაუთხოვარი. ახლა მაგალითად, პირველ რიგში ბავშვი რომ შეაჩვიო წესრიგს. მაგრამ დაუშვათ ბავშვი ჯერ პირველ რიგში საჭმლის მომნელებელი სისტემა უნდა მოწესრიგდეს, როდის ჭამოს, ხო? როგორ ჭამოს? ხელი უნდა დაიბანო ეს. აი მაგალითად არის ისეთი რომ 7 საათზე საჭმელია. საჭმელის კულტურის ის არის, როდის ჭამო. ეხლა ლანჩ ტაიმი ჩვენ არა გვაქვს, ჩვენ 3-ზე 4-ზე ვჭამთ. ის იმ კულტურის ნაწილია. და სადაც მიდიხარ კონგრესზე, იქ ლანჩ ტაიმი აუცილებლად პირველის ნახევრიდან 2-მდეა. ისეთნაირად აქვს მოწესრიგებული, მაგრამ დილას დგებიან 7-ზე. საუბრს სხვა დროს. ბავშვი მოდის ეუბნება რომ არ მინდა საჭმელი 7 საათს. აი არ გინდა წადი დაწვი დაიძინე. 20 წუთში მოდის ფშია, ეს რა არა, შენ 7 საათზე ქონდა საჭმელი. დაიძინე. აჩვენს წესრიგს. აქ ეს რომ მოხდეს, ბებია ჩაერევა შეიძლება და ბავშვია. ამით ვითომ დათურ სამსახურს უწევს, ხო? მაგრამ ხშირად არის ყველა რაც ფსიქოთერაპიაში ასეთად მოდიან ხოლმე, მაგრამ ფსიქოთერაპევტთან ესა როცა ბავშვი რევენ თავის კონფლიქტში. ამას ერთ-ერთი მენუხი და სხვა ოჯახის თერაპევტები ეძახდნენ სამკუთხედს, ტრიანგულაცია. იმისთვის რომ ოჯახი არ დაინგრეს, ამას ეძახიან უარყოფით სტაბილიზატორს ოჯახის. ბავშვი ხდება ავად და ცოლ-ქმარს აერთიანებს ბავშვის ავადმყოფობა. ამას ბავშვი კი არ აკეთებს. ბავშვის გზით კეთდება, მაგრამ აი ეს სისტემა, ეს ინტერაქტიული ურთიერთობის ველი. და რაღაცა ტესტი არსებობს, სადაც ზომავს სტრესის რაოდენობას სისხლში. და დიაბეტიკი ბავშვია და მშობლები. როცა მშობლები ცალ-ცალკე არიან ბავშვის გარეშე, ერთად არიან ბავშვის გარეშე. სისხლის სტრესის რაოდენობა მაღალია. ანუ ღელავენ და როცა ბავშვთან ერთად არიან, სტრესის რაოდენობა კლებულობს და ბავშვი იზრდება. ბავშვი იწოვს ამას. აი ეს არ უნდა მოხდეს. ხშირად ამ ასეთ ეს ტოქსიკური ურთიერთობები ხდება ბავშვის
ეს აი აქ არის როლების აღრევა, არ უნდა შემოუშვა ბავშვი კონფლიქტში. ხშირად ბავშვს იყენებენ ცოლ-ქმარი განქორწინების შემდეგ, როგორც საშუალებას იმისთვის, რომ ან შური იძიოს, ან დასაჯოს და ასე შემდეგ. მეტად ატკინოს ხოლმე და ორ ბავშვი ამას ნობს. რა თქმა უნდა, ესეთ ბავშვს ოჯახის შექმნა არ მომდევნო. და არის მითები კიდევ. ყველა ოჯახი ეს მითები არის დადებითი და არის უარყოფითი მითები, როცა ხდება აი მაგალითად ნახეს რომ მითი რომ ჩემი ოჯახი ჩემი ციხესიმაგრეა პარანოიკებს შობს. რას ეუბნება მშობელი ამით რომ გარემო არის მტრული, ფრთხილად იყავი, შენ შეიძლება რაღაც მოგივიდეს, არავის არ ენდო, მაგრამ მე ვარ აქ, როგორც წესი ეს ოჯახის უფროსია. ვინც თქვენ გადაგარჩენთ. სამაგიეროდ უნდა დამექვემდებაროთ, დამემორჩილოთ. და აი ეს ფილმი რა ქვია ნათლი მამა იტალიელებს თვლიან რომ ოჯახი მცირე ეკლესია, მაგრამ იქ ეკლესია კი არა, ეს დონ კარლეონე ეს სხვა ტიპის ეკლესია. ესეთი ხმაცა. ის აჩვენებს რომ ეს არ არის მცირე ეკლესია და რა მოაქვს ამას. ლიტავენ ერთმანეთს ბოლოს. ქართველმა როგორ გაიგო ეს ფილმი? როგორც ნიმუში. ნამდვილი ფილოსოფიის ცხოვრება ეგ არის. რატო? ეს მზაობა იყო ფეოდალური დაქუცმაცებულობის და ძლიერი ფეოდალის, რომელიც ებრძვის და არავის არ ექვემდებარება. მორჩილება ესმით როგორც მონობა. აი ეს მინდოდა მეკითხებოდა რომ ეს არ გამორიცხავს აქ იერარქიულობა კიდე სხვა რამეა, ხო იერარქიული თქვათ, იერარქიული მორჩილება. რა არის აი ეს რა სხვაობა, როგორ შეიძლება განვასხვაოთ ეს იერარქიული მორჩილება და თქვათ აი ეს არა იერარქიული მორჩილება ყველგან არის. შენ თუ დაარღვე წესრიგს სამსახურში გაგდებენ. ეს არ ნიშნავს რომ შენ მონახავ, შენ ასრულებ შენ ფუნქციას მორჩა. მაგრამ მორჩილებაში ფსიქოთერაპიული თვალსაზრისით ეს არის რომ რაც გეგზავნება ცხოვრებისგან ან ღმერთისგან შენ იქ აღმოაჩენ ფარულ მინიშნებას დადებითია ყველაფერი საშენოა ეს და არა ხელშემშლელი პირიქით ნახე რომ ეს არის ისეთი რამ რომელიც შეუძლია ადამიანს თვითონ მაყურებელსაც შეუძლეს გააკეთოს რომ ჩამოწეროს როდის იყო ბედნიერი ეს წუთები როდის გაუმართლა მე ჩამოწეროს როდის იყო უბედური და მე შეეცადოს რომ განსაზღვროს რომ სამყარო ელაპარაკება აი ამ ენით მოვლენების ენით ცხოვრებისეული ვითარებების ენით და გაშიფროს რისი თქმა უნდა და სამყაროს მისთვის როცა უბედურებას გიგზავნიდა და როცა ბედნიერებას მაშინ მიხვდები რომ შენ მარტო არ ხარ ეს ვითარება შენთვის არის გამოგზავნილი. როცა უჯანყდები, შენ დამხმარე ხელზე უარს ამბობ. მაგრამ ეს ხედო ესეთი ეს ერთსაც ეხება. და არა მარტო ოჯახს, არამედ მთლიანად ჩვენ საზოგადოებას, ერებს. ალბათ ოჯახური ჰარმონია. ოჯახური ჰარმონია ამაზე დგას. ჰარმონია ნიშნავს რომ აი როგორც მრავალხმიანობაში. ყველას თავისი ხმა აქვს. მაგრამ ჰარმონიას მაგრამ არის როცა აღარ ხარ კარგად, ვერ ჯდები მთლიანში. ანუ ყველას თავისი როლი აქვს, როცა ყველა თავის როლს ასრულებს, როცა ბავშვი თავის როლს ასრულებს. აი ხშირად არის როლების დარღვევა, როცა მშობელი გადააბარებს თავის გოგონას და მშობლობს ის თავის მშობელს. ის ცუდად ხდება, ეს უვლის, მე არ ვამბობ მართლა როცა ცუდად არის. ანუ აბარებს ესე იგი დიასახლისობასაც და იმასაც ამას. და ტენისისტი, რომელსაც მთელი ოჯახი უყურებს, როდის გახდება ჩემპიონი უმდოვნის. რატო? ყველანი კარგად ვიქნებით.
ბავშვი გრძნობს, რომ მას იყენებენ. და ეს ბავშვი უნდა იყოს იმისთვის, რომ ოჯახმა კარგად იცხოვროს. ხსნელის როლს აკისრებენ. შენ უნდა გვიხსნა, აბა შენ იცი, ივარჯიშე, ბევრი არ ჭამო. ჩვენ წამოვწევით. დღევანდელი ალბათ და როცა გაიმარჯვებ, ის ფული რო შემოვა, ერთად ვიცხოვროთ, გავინაწილოთ, ბედნიერად, როგორც შარაპოვა, ესე გახდები რა. ხო ოჯახებს და ხო. ეს ხო ბავშვი გრძნობს, რომ ეს მას იყენებენ. და ის თანამშრომლობა თქვა, ჯანსაღი თანამშრომლობა უბრალოდ სწორედ რომელმაც ჰარმონია უნდა შექმნას ოჯახში. რას ნიშნავს? რა არის ეს? როცა ერთმანეთს უსმენენ ერთმანეთის გასაჭირს და ერთმანეთის აზრს უსმენენ და უზიარებენ ერთმანეთს ერთი. თუ მაგალითად როდესაც ორი ადამიანი უცხო ადამიანია არ იციან რატო დაქორწინდნენ, ან და ერთი უმალავს მეორეს, რომ ფულის გამო გათხოვდა, ან პირიქით ხო? ეს ხო არ იმალება, მაინც ჩანს. არავერბალურით ეს კომუნიკაცია რო დგება, არავერბალური გზავნილები მიდის, რომელიც ამას მეორე მხარეს ატყუბინებს. ეს გზნობს, მაგრამ ეს არ გამოითქმება. და რაც არ გამოითქვა, ძალიან ცუდია. იმიტომ რომ ეხა აღმოაჩინეს, რომ არსებობს ტრავმის გადაცემა თაობიდან თაობაში. გადაცემა ხდება. ის რასაც არ ლაპარაკობს ოჯახი, საიდუმლო. თუ მალავს ოჯახი რაღაც საიდუმლოს, რაც სასირცხვილოა ძირითადად, ის გადადის ერთ თაობიდან მეორე თაობიდან, უნდა ითქვას ეს. და ხშირად ამ ტრანსგენერაციულ ტრანსმისიას ეძახიან, რომელიც ხშირად ჩვენ როდესაც ვამბობთ გენეტიკურია ეს. დავუშვათ გულის ინფარქტი. აღმოჩნდა, რომ ამის უკან დგას აგრეთვე ცხოვრების სტილი. როგორ ცხოვრობს, რომელ ტიპს ემართება. და თუ მე ჩემს მშობლებს ბაძავ ცხოვრების სტილით, მეც იგივე მომევა. ეს გენები ის კი არ არის გამომწვევი, გენები არის ინფორმაციის გადამტანები, მეტი არაფერი. და არის რაღაცა ესე ვთქვით, საზომის, რომელიც თუ მცირდება ეს გენეტიკური მაჩვენებელი, მაშინ ცხოვრების რაოდენობა უფრო ადრე ბერდები. ელემ რაღაცას დამოიწყდა ხა სახელი ზუსტი. და აღმოაჩინეს ის ქალები, რომლებიცაც უსიამოვნება ჰქონდათ ოჯახში და შეადარეს იმ ქალებს, რომელსაც უსიამოვნება ჰქონდათ ოჯახში, მაგრამ ამაზე ლაპარაკობდნენ, გაცილებით ნაკლებად იყო ეს დაზიანებული. ესე კომუნიკაცია უნდა იყოს, უნდა გამოხატო. ლაპარაკობენ ოჯახის პარგლებში. უზიარებენ, რას ფიქრობს, რა მოხდა. ალბათ როდესაც უზიარებ, გაქვს იმედი, რომ გაიზიარებს. ხო, მეორეა, რომ ეს არ მაინტერესებს. შრომის ბრიგადაა, სადაც ფული უნდა იშო, მორჩა. საყვედურო რა არის, ყველა მოახერხებს, შენ ვერ ახერხებ. მე აქ არ ვიცხოვრებ. მაგრამ არის კიდევ ესეც ადამიანი კი არა, ადამიანი ამ სცენარებთან იგივდება. ეს სცენარები თანდაყოლილია ღალატის, ერთგულების, ეს დევს ყველა ადამიანში. თავარია აღზა პრინციპში აცოცხლებს, უბრალოდ რთავს ამად, ამოქმედებს. მოქმედებაში მოყავს ეს სცენარები. თუ ეს სცენარები ჩვენშია, ჩვენს არაცნობიერში დევს ისედაც. ოჯახის წევრი. ოჯახის წევრები უფრო სწორედ. სოლიდარული უნდა იყვნენ ერთმანეთისადმი და ეს ფსევდოსოლიდარობა ოჯახის წევრებს შორის. რამ შეიძლება გამოიწვიოს და შესაბამისად შედეგი რა შეიძლება იყოს ერთი შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში. ფსევდოსოლიდარული შენ სწავლობ შოუს. ვაჩვენოთ, რომ ყველაფერი წესრიგში გვაქვს. ამიტომ სურათებს ესე ბედნიერებდნენ. ამდენი სელფონი გინახიათ, რომ იდება Facebook-ებზე. რისთვის? თანაც ასეთ ოჯახში იქნება რა,
ორი რეალობა, ერთი სინამდვილე, მეორე შოუ, რას აჩვენებ. სინამდვილე და ის რითაც გადიხარ არ ემთხვევა ერთმანეთს. სწავლობ ტყილს, სწავლობ იმას, რომ არ აჩვენო, არ თქვა, ჩვენ ყველაფერი კარგად აგვაქვს, ამიტომ ეს უარყოფითი მხარის დამუშავება კი არ ხდება, განდევნა. და ეს განდევნა მიდის სხეულში. რასაც ჩვენ ვდევნით ფსიქიკიდან, ის კი არ იკარგება, ის ჩვენ სხეულში მიდის. სხეულით გამოვლინდება ხშირად. ავადმყოფობით ან რაღაცით, ხო? სომატური დაავადებები მას გულისხმობ. აი ესეთი ფსევდოსოლიდარული, ანუ ვითომ შოუსთვის კეთდება და ხშირად ეტყობა ჩვენ გვინდა წარმატებული ცხოვრება გვინდა. რას ნიშნავს ეს წარმატებული? აი ზოგი ასეთი მასლოუ იყო, რომელიც კლასიკურ ფსიქოანალიზს აკრიტიკებდა, რომ ისე რა სწორია ბევრ რამეში, მაგრამ ბედნიერი ხალხი არ შეუსწავლიათ. ნევროზით დაავადებული სწავლობდნენ, რა თქმა უნდა, იგივე რეზულტატს მიიღებდნენ. და ის თვლიდა, რომ სიყვარული ბრმა კი არ არის, უსიყვარულობა ბრმსი ბრმავებთ, სიყვარული როგორ შეიძლება ბრმა იყოს, ხო? და მან შემოიღო თვითრეალიზაციის ცნება. ის თვლიდა, თვითრეალიზაცია არის მეტამოთხოვნილებების დაკმაყოფილება. მეტამოთხოვნილება არის ჩამოთვლილი სიმართლის, ჭეშმარიტების, მარადიulis მოთხოვნილება აქვს ადამიანს. აი ვინც ამ მოთხოვნილებას იკმაყოფილებს, ან ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გზაზე დგას, მისი ცხოვრება შინაარსიანია, ავათაც რომ იყოს. ფსიქიკურად არ გულისხმობ, ხო? სულ სხვა არის. მაგრამ აქ მე აურიეს რა, რომ თვით აქტუალიზაციაც არის, რომ სანამ მიაღწევ ამ თვით რეალიზაციაში გჭირდება ბაზისური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მაგრამ ძირითადად ეს კულტურა ნარცისულია იმ მხრივ, რომ უყურებს გარეგნულს, შოუს, ოსკარს, გარეგანხა იმიჯს, უფრო ფასობს იმიჯი. როდესაც მოთხოვნა საერთოდ ცილდება სულიერ კატეგორიებს და საერთოდ დადის რაღაცა მიწიერ მატერიალურ. ხო, მატერიალურზე, ანუ აღიარების სურვილზე, რომ აი ვაღიარეს. ჩვენ დიდი აღიარება გვაქვს, ჩვენ მოგცეს პრიზი, გამოცემს ამ პრიზს, რომ მე მივიღეს, ეს რა კავშირშია. ის რას ამბობდა, რომ როგორც კი გაღიარებენ, როგორც კი მიიღებ ამ პრიზს, ცოტა ხანში ქრება. ის აღარ არის შენი დაუშვათ სიამოვნების წყარო. იმიტომ რომ მე ბევრი გეძახის რომ ის ოჯახში მიხვიდე. რატო? იმიტომ რომ ამასთან უნდა ატყობ რომ ანგარებით გეძახიან. ამის გამო ამ პრიზის გამო გეძახიან და არაპიროვნული ურთიერთობა და გეკარგება ინტერესი. მეტამოთხოვნილებები არ ქრება. ციკლური არ არის. არ ძღები. დაუმთავრებელია. და ამიტომ სულ ცოცხალი ხარ ამ ხრივ. ამას გაძლევს აი ეს ფასეულობები, რომ დაუშვათ ხელოვნების, პოეზიის, მწერლობის და პირველ რიგში რელიგიის, ქრისტიანობის, რომ გეუბნება, რომ სიყვარულით იცხოვრე, სიყვარულში იცხოვრე, რომ სიკვდილით არაფერი არ მთავრდება. მაგრამ ბევრს არ ჯერა ამის მაინც. თუმცა თulis რო ქრისტიანი. ესეც გარკვეულ ნაწილჯობია კი არა, ხო ოპერაში ვინც დადის, ყველას ესმის ოპერა. ზოგი დადის იმისთვის, რომ დაანახოს რაღაცა, მაგრამ ჯობია იაროს, რომ მოусმენს, მაინც შეიძლება, ხო? ვიდრე საერთოდ არ იაროს. მით უმეტეს აი ეკლესიაში სიარული. ეს არ არის მხოლოდ თავი და სულიერება. ისეა მოწყობილი ეკლესია სიმბოლოებით სავსეა და სიმბოლოები ჩვენზე მოქმედებენ. სიმბოლო არის ფსიქიკური ენერგიის აკუმულატორი და ტრანსფორმატორი. გვინდა ეს თუ არ გვინდა. ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება. როცა ცას უყურებ, ეს სიმბოლოც არის იმ მხრივ, რომ უსასრულობის იდეას გიშენს. ცა არასდროს არ არის დეპრესიული. გინახია ცა დაღრემილია. ეს ღრუბლებია, ცა კი არა. და შენ გიჩენს
აი ამ სიმბოლო ესე იგი აღზრავს შენში ამ ენერგიას. ეს არა მარტო ფიზიკური ზეგავლენაა. ამიტომ ყველგან რელიგიაში ცათა საშუქებელია. რომ შეადარო იმას მართლაც საში ხო არ არის ფიზიკურ საში. ცხადი. ხო. ამის სიმბოლო გიჩნდება და როცა შედიხარ იმ ტაძარში. წარმოვიდე ერთი ჯოზეფ კემბელი იყო ესეთი იუნგიანელი ანალიტიკოსი და ამბობდა როგორ უნდა გაიგოთ რა სხვა სიმბოლურ სფეროში შედება. წარმოვიდგინეთ მოდიხართ ნიუ-იორკის ქუჩებში ხმაურია და უცებ ტაძარში შეხვედე. სიჩუმეა. სხვაგან მოხვდი. სხვა ენერგია, სხვა საკითხებია, სხვა კითხვებს უსვა შენ თავს. ზოგი იბნება აღარ მინდა. ვინც მიჩვეულია საკუთარ თავს გაექცეს გართობაში. იბნება არ უნდა. და მიეჩვია გართობას, რა არის ფიქრობს. რა ძალიან ცუდია. რაშინა განხმაურს ხო რაღაცა ეს. მაშინ გეგზავნება ავანტყოფობა უფრო ძლიერი, რომ გამოგაფხიზლოს. ოღონდ გარედან კი არ გეგზავნება. წარმოვიდგინოთ ჩვენში არის რაღაც ჩანასახოვანი სრულყოფილების ფორმა. აი ეს ფორმა აგზავნის, იმიტომ რომ მასში დევს ინსტინქტურად რომ უნდა სრულყო შენი თავი. შენი ბუნების წინააღმდეგ რომ მიდიხარ, ეს გიჯანყდება. არასწორი გზით მიდიხარ. და როდესაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ამას ყურადღებას არ აქვს. არა, მე მახსოვს, მე ათეისტური იყო საბჭოთა კავშირის დროს. მე მეგონა რომ უბრალოდ ეს ბნელი ხალხია, ვინც დადეს ეკლესიაში. იმიტომ არ იციან ანატომია, არ იციან ცენტრალური ნერვული სისტემა რა არის. მიდიან და პირჯვარს არგი რა, რომელ საუკუნეში ცხოვრობ. ესე გვეგონა ჩვენ. რომ ესეთნაირი ინტერპრეტაცია იყო. რომ ეს არის, რეაქციული რა, ძველი, რომელიც პროგრესებს ზრის და აი ამას ებრძვის კარგ მოგზაურობას, კარგ ჭამას, იტყო და რაღაც უნდა ჩაიკეტო განდეგილივით. სრულიად დეზინფორმაცია იყო ამის შესახებ. რაც სწავლობდი სამედიცინოზე და გვასწავლიდნენ რას? პარტისტორიას. პოლიტეკონომიას და მე იწყებოდა მეცნიერული ათეიზმი. რომელსაც ადადარი კავშირი არ ქონდა მეცნიერებას. ფერი. და კაი კაცი გვასწავლიდა პირიქით ისე გვასწავლიდა რომ მორწმუნეები გავხდით. კარგად გვეუბნებოდა ესე კი არ გიგონებოდა. ახლა თუ დავაკვირდებით ბატონო შეიძლება ათეიზმის სახელით არა, მაგრამ სხვა რაღაცა სახელით ხდება შეტევა იგივეზე. სხვა სახელით, არა ათეიზმის სახელით, იგივე პროცესი იგივეა. მთავარია ეკლესიას მოწყდეს ოჯახი, მთავარია ეკლესიას მოწყდეს ახლა. ათეიზმის სახელით მოწყდება თუ რაღაცა სხვა სახელით მოწყდება, ეს აბსოლუტურად არ აქვს ამას მნიშვნელობა. მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვან საკითხს მინდა შევეხო კიდევ თქვენთან ერთად. ეს არის ბავშვის აღზრდა ოჯახში. დიახ. აი ამ კუთხით რას გვიტყოდით, რას გვირჩევდით, რას მაგალითით. ბავშვს სჭირდება აუცილებლად ტაბუს გარეშე. აი ფრანგი ფსიქოანალიტიკოსები არიან და ამბობენ რას. 1968 წელს იყო ასეთი დიდი დემონსტრაცია, რომ აიგრძალოს აგრძალვები. არ იყოს. გამოვიდა მთელი და დეგოლი გადადგა. და მე ესენი წერენ რას ნიშნავს აიგრძალოს აგრძალვები. მაშინ პედაგოგი რა საჭიროა მშობელი. მშობელი რას გეუბნება, გიგრძალავს რაღაცებს. ცხელ წყალში თითი არ ჩაყო. დაიწვევი, აქედან არ გადავარდე. სულ გეუბნება არ შეიძლება ესა. ანუ წესების დამკვიდრება ხდება. წესები არ ნიშნავს, რომ ის რაღაცა ამგრძალავია. პედაგოგიც გასწავლის რას არ იცი. არ შეიძლება შენი აზრი ქონა. შეიძლება გამოთქვა აზრი კრიტიკული და ის უფრო დაგანახვებს მეც მივხვდები, ხო? ანუ ეს ტაბუების სისტემა, სადაც ტაბუ არ არის, ფროიდი ცვლიდა, სადაც ოიდიპოს კომპლექსის ტაბუ არ არის, იქ ნევროტიკი ადამიანი. ნევროზი ჭირს, რაღაც არის. ეს უნდა გადაილახოს. ეს არ შეიძლება. ამიტომ ამ გზით შენ აი მეორე ანალიტიკოსი იყო ესეთი ლაკანისტი, სადაც მამის ინსტიტუტი არ არის, ფსიქოსთან არის ახლოს. ანუ წესრიგი სადაც არ არის. წესრიგია საჭირო ყველგან.
როიალზე რო დაუკრა კარგად, წესრიგს უნდა დაემორჩილო, წესებს. მანქანა რო ატარო უსაფრთხოდ, წესებს უნდა დაემორჩილო, ხო? ყველგან წესებია. და კარგი აღდგა აყალიბებს ნებისყოფას. რომ ცხოვრების პრობლემების გადალახვის დაბრკოლებებს სწავლობ, როგორ გააკეთო და ზოგს ისე ასწავლიან, რომ იოლა ცხოვრობს, მე არ უჭირს. არც სწავლა, არც მუშაობა. იმიტომ გამოიმუშავა ეს. მაგრამ ეს მარტო განჯით დაუშვათ. რასაც მეცნიერება, მათემატიკა, მეორე აღმოჩნდა, რომ ემოციური ინტელექტია აუცილებელი. უფრო მნიშვნელოვანია შეგუებისთვის ადამიანის ემოციური ინტელექტი ვიდრე IQ. ეს ემოციური ინტელექტი რას გულისხმობს? ეს გულისხმობს, რომ გამოიცნო და თუ რას განიცდი, რა ემოციების ზეგავლენის ქვეშ ხარ. ზოგმა არ იცის. რამდენი ემოცია საერთოდ არ იცის. რა არის შური არ იცის. კი განიცდის, მაგრამ ვერ აყალიბებს. ეს ვერ აყალიბებს რას ნიშნავს? ის ვერ აცნობიერებს როცა შურს. ან გაბრაზებას კი ყველა აცნობიერებს, იმიტომ რომ იმით თავდება, მაგრამ სხვა უფრო ფაქის ემოციებს, რთულ ემოციებს ვერ ხვდება. ემოციური ინტელექტი კი გიმუშავებს ამას, გიყალიბებს ამას, რომ ნათლად განასხვაო, რომელი ემოციის ზეგავლენის ქვეშ ხარ. მეორეა გაგუნარი, რომ შეიცნო სხვა რა ემოციის ზეგავლენის ქვეშ არის. როგორც კი შენ გეცოდინება ადამიანი რას უზრ, თანაგრძნობა ჭირდება და ის ადამიანი ეგრევე გაგიახლოვდება, როგორ იგრძენი, როგორ გაიგე რომ მე ამას ვზნობ. ადამიანი გიგებს და მესამე მათი მართვის უნარი. მართვა უნდა შეგეძლოს მათი კარგად გამოყენება. ამიტომ აი ამ ორ იმაში შეიძლება ემოციური ინტელექტი და მე კიდე ზოგი თვლის რომ ზნეობრივი ინტელექტიც არსებობს. ზნეობრივად უნდა გაზარდო ბავშვი. რომ უნდა იყოს სუსტის დამხმარე, უნდა მისი მსოფლმხედველობა, ასე ვთქვათ, ჩამოუყალიბო, რომ ჭამას არ არის მთავარი და გართობა. ძალიან ცუდი რაღაცა ეს სიტყვები სლენგით, რომ პახაობა და გულაობა. ვინც რომს ის პახაობს, სულელია. და გულაობს ვინ? რა არის გულაობა? რომელიც სიკვდილით თარდება ზოგჯერ, ხო? ნარკოტიკების სწორად გამოყენების და როგორ უნდა გაუხსნათ ბავშვს, რომ აი დღეს ეუბნებია, რომ აი შენ ბევრი კონკურენტი გყავს. და შენი მიზანია ამ კონკურენციას კი არ გაუძლო მარტო, არა გადალახო და აჯობო სხვას. და ამავდროულად შენ უნდა ბავშვს ასწავლო სუსტის გვერდით დგომა, სუსტის დახმარება. ერთ-ერთი მაგალითით და მეორე ერთი თუ იმ წრეში ტრიალებს ბავშვის ოჯახი, სადაც ეს ფასეულობებია, მაშინ ის იწოვს ბავშვი. ამას ეძახიან მეცნიერულ ენაზე ქვეცნობიერ აბსორბციას. ზოგი მქონიათ ალბათ, რომ მიდიხარ სადმე, სადაც ოჯახში ხარ, წამოხვიდით ცუდ ხასიათზე, თუმცა არავის არაფერი არ უთქვია ცუდი. აი შენ რაღაც ინფორმაციას იწოვს იქ. ეს არ ითქმება, ქვეშგურბლოვანია და აი ტოქსიკურია და ასე დადებით ბავშვი ითავისებს ამას. იმიტომ რომ რაღაც ძალიან ესეთი კეთილშობილი საქციელი გაგზნობინებს, რომ რა კარგია ეს. აღძრავს სულს, რომ გაიმეორო, ხო? მაგრამ როცა გეუბნები, რომ არ მიცე, სისულელეა, რადგინდა, შენი მტერია. გასწავლიან სოროში ცხოვრებას. ისო შემოგიტრიალდება უკან. ნუ ազდა არის ჩამოყალიბება, ყალიბში ჩასმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამე ბრძანის ბატონო, იმიტომ რომ აი ჩამოყალიბება, როდესაც ყალიბი ან არა გაკან გამრუდებულია საერთოდ და სხვა ფორმით აქვს. ხო. აყალიბებ და ხშირად არის ხოლმე ეს კონფლიქტი. არა ცნობილი კონფლიქტი ზოგადად თაობებს შორისაც ეს. არა კონფლიქტი ოჯახის შიგნით, მშობლებსა და შვილებს შორის. ღირებულებითი კონფლიქტი რაც არის. ხო, იმიტომ რომ გადის ერთს ეუბნებიან და არ უხსნიან,
რომ საუხსნა გადის გარეთ და სხვა ფასეულობები ხდება. ის ფასეულობები უტევს ამას. რა იყო წესიერად გინდა მოკდა. და რა მოხდა. მოდი ჩვენთან ერთად წავიდეთ. გაიკეთე ერთხელ. და ის ამოგდებული ხდება და ეშინია მე. ის გამოცდა დაკარგოს სამეგობრო და რაღაც წრემაინც თუ მარტო იზრდებოდა ოჯახში და დაძმა არ ყავდა, სულ მარტოობისკენ არის განწირული. ამიტომ არ უნდა და ამიტომ ის გეუბნება რომ შენ ამ ფასეულებს თუ არ იზიარებ ჩვენთან აღარ მოხვიდე. პირდაპირ არ ეუბნებიან, მაგრამ ესეთი დაყენება არსებობს. ამიტომ უნდა გაიზიარო ეს. ამიტომ ის თავის ბუნების წინააღმდეგ, თავის აღზრდის წინააღმდეგ მიდის და თმობს. ოღონდ არ დაკარგოს. ზოი ჩვენ თქვით უკვე აღნიშნეთ უკვე რომ სამწუხაროდ იზრდება მაჩვენებელი არამდგრადი ოჯახების. შეიძლება თუ არა აი ეს ერთგვარი საზომი გახდეს საზოგადოების ქრისტიანული ნიშნით შეფასებისა. საზოგადოება რომელიც სადაც მზარდია განგრეული ოჯახების სტატისტიკა, ამდენად შეიძლება ასეთ საზოგადოება ქრისტიანული იყოს. ხო, მაგალითად შვეიცარიელი კოლეგა მითხრა რაღაც საუბარში, ესე კერძო საუბარში, რომ შეიძლება 100 წლის შემდეგ ჩვენ უმცირესობაში აღმოჩნდეთ. 2 შვილი და სხვა ვინც ხდება შვეიცარიის 5-7 შვილი იმას. აღარ ვიქნებით რა უნდა უქნა ამას. იმიტომ რომ ადამიანი გახდა უფრო ინდივიდუალური ცხოვრება უნდა. ისმის რომ 2 ბავშვი მძიმეა, 3 ბავშვი უფრო მძიმეა, ამის დრო არ არის. ამას ევროპულ ქვეყნებშიც ესეა გარკვეულწილად. და ჩვენ მით უმეტეს ჩვენ ახლა ზუსტად სტატისტიკური მონაცემები არ ვიცი, ჩვენ საერთოდ ვარ მზარდ. მძიმესია. მაგრამ ბოლოსათვის რაღაცა ასეთი რამე მინდა გითხოთ, აი რა გავლენა აქვს ან როგორ ეხმარება ქრისტიანული ღირებულებები ოჯახურ ერთობას? რა დაუშვათ ქრისტიანული ეს არის რა, რომ ფაქტობრივად ერთია, რომ ქრისტიანული ურთიერთობები, როგორც ყველა რელიგიური ურთიერთობები არის დამყარებული იმაზე, რომ შენ რაღაც ძალა ღვთაებრივი გეხმარება. როცა მისი კანონებით ცხოვრობ. ხო? მამას რატო ეძახდით? ეს დედობრივი სიყვარული არ არის. იმიტომ რომ ის მამობრივი სიყვარულია, რომ ითხოვს, პირობებია. თუ შეასრულებ ამას, მაშინ იქნები შენთან. თუ არ შეასრულებ, შენ რა მიგატოვო. ხო? დედა ამაზე არა, დედა ყოველთვის გასცემს დედამიწა. ამიტომ რაღაცას უნდა შეასრულო იმისთვის, რომ აი ამ ოჯახში იყოს ეს ღვთაებრივი მარადიული სასიხარულო ურთიერთობები. რაღაც კანონებს უნდა დაექვემდებარო. ამიტომ ეკლესიას უგახსენებს ამას ყოველდღიურად. და იმ ქვეყნებში, სადაც დაუშვათ ეს ამ საიდუმლოებებს არ ჯერათ, ხო? ღმერთის ჯერათ, მაგრამ არ აღიარებენ საიდუმლოებს, ქორწინებას მაგალითად, იქ კონტრაქტია. აქ სხვა არის, აქ არის რომ შენ თქვენ შორის ღმერთია. იმას არაფერი არ ემართება, ეხლა წარმოიდგინე რომ განიცადო. მაგრამ ზოგს გონეს რომ ეს ლამაზი მეტაფორა მეტი არაფერი უბრალოდ დაძველდა ეს დღეს ცხოვრება სხვა არის. ამის ვიღას ჯერა. თვითონ ჯიპებით დადიან და აგერ სინამდვილეში ხალხს უჭირს. ეს ყველაფერი არის რაციონალიზაცია იმისთვის რომ ზურგი შეაქციო. იმას რაც გაძლევს მარადიულს წარმოიდგინე. მაგრამ იმდენად არის შეპყრობილი ადამიანი გარეთ ეძებს, ამაშია საქმე.
იუქს ესეთი გამოთქმა ძალიან კარგი. ვინც გარეთ იყურება, ზინავს. ვინც შიგნით იყურება, ღვიძავს. შინაგანი ადამიანის ძიების ძალიან საინტერესოა, ვინაიდან ეს შინაგანი ადამიანი არის სწორედ ის, რაც იდენტობას განსაზღვრავს პიროვნული. იქიდან მოდის. როცა ჭამ რა გიხარია? იმის დროსაც ჭამ, როცა გათიშული ხარ, აპარატზე რო ხარ მიბული. ჭამ მაშინ რაც გაძლენ, რაღაცა გადმოგდის, ხო? სასწაული გააკეთეს ამერიკელებმა. ესე იგი კვებავდნენ იმას. ოღონდ რა ქვია? იმით ზონდით. ადამიანი არ უყურებდა საჭიროა. კახიქსია დაეწყო. ესე იგი ადამიანი იღებდა ყველა იმ ქიმიურ ინგრედიენტს, რომელიც საკვებში. ვერ ხედავდა. ვერ აღიქვამდა. ვერ განიცდიდა შინაგანად. შენ ამო რა კარგია. ანუ შენ თანამონაწილე ხარ ამ კვების. როცა ეს არ იყო, კახექსია დაეწყოთ. ამიტომ თუ შინაგან სამყაროსთან არ აქვს კავშირი, ნაფოტი ხარ. ვერაფერს ვერ იაზრებ. ხან წყალი, ხან აქეთ გადაგაგდებს, ხან იქით და ესეთ იმაში ხარ. შინაგანა შიგნით არის ეს, შიგნით. გული გონიერი მომეცი, ხო? ესე გულიც აზროვნებს, იმიტომ რომ ეს ფსიქოლოგიაში უკვე არავინ არ უარყოფს, რომ გულის აზრები არსებობს, ხო? გული გზნობს და განიცდის და მსჯელობს. ქრისტიანობა გეუბნება, რომ ნეტარება არის არა გონების სიწმინდე, არამედ გულის სიწმინდე. გული უნდა გაიწმინდო და როდესაც გულს იწმენთ, გულის გაწმენდა ვერ ხდება ინტელექტის დონეზე მხოლოდ. გულის გაწმენდა ხდება ვაწლით, ხდება შრომით, ხდება ამ სულიერი. შენს თავზე მუშაობით. ხო, რომ პირველ რიგში უნდა აღიარო რა, რისი ზეგავლენის ქვეშ ხარ. რავდება გაწუხებს, რავნება აკაცლევს რეალიზების საშუალებას. რა გინდა ზოგი, ხო. და აი ესე ცეცხლის ზალა აქვს ამ ცნობიერებას. რასაც უყურებ ფაქტობრივად შენ როცა აცნობიერებ შურს მის ზეგავლენას შენზე ერთხელ ორჯერ მე ის ქრევა რაღაც შინაგანი ძალა არ მინდა კაცო ეს ძალიან მარილიანი არ მინდა წაიღ როცა არიცი რა არის კარგი გემო შეიძლება მარილიანი ჭამო და მოგეჩვენოს რომ კარგია სანამ ცუდად არ გახდები ხო დიდი მადლობა ბატონ ეზო საოცარ საინტერესო საუბრისათვის მართლაც ოჯახი ეს არის ის ფუნდამენტი რომელსაც უნდა ეყნობოდეს საზოგადოება ერთი რაღაცა მინდა წაგიკითხოთ ბედნიერი ოჯახი რა არის აღმოსავლეთში მაგრამ კარგად უწერიათ რა ნახეთ ბედნიერი ოჯახი გაზაფხულის ბაღს ემსგავსება ყველა შესვლისთანავე ტკბება მისი სურნელით იგი დალოცვილია შემდეგი თვისებებით, ოპტიმიზმით. ოჯახის ყველა წევრი მომავლიდან ელოდება ბედნიერებას, რომელიც ღვთის გეგმაზეა დაფუძნებული. ამ გეგმის განხორციელებას ოჯახის თითოეული წევრი ელოდება მოთმინებით, არ ეჩქარება. როდის? სად არის ამდენ ხანს? ბოლო მოვა თუ არა? მოვა თუ არა? ამ ორ თვისებას ავტომატურად მოყავს ოჯახში მისი კეთილმოსურნე. მეგობრებია, უხარია ჩვენ ოჯახში მოსვლა, რომ ჩვენ კარგად ახართ ეს უხარიათ. ოჯახის თავყრილობები არის მარადილზე ფიქრის განცდის საგანი. მოწყალება ოჯახის თითოეულ წევრს ასწავლიან მოწყალებას, რომელიც არა მარტო ფულით განისაზღვრება, უმაღლესი ფორმა მოწყალების არის ღვთაებრივი ცოდნის გავრცელება. ოჯახის თითოეული წევრის სწავლობს კეთილი საქმეების დაგროვებას ან გავრცელებას. და ბოლოს ოჯახში სტუმარი ღვთისაა. სხვა ხედვა ერთ-ერთმა იმან აღმოსავლეთის ინსტიტუტმა წარმოადგინა იმან ვენაში. სადაც ესე იგი იყო ლაპარაკი როგორ გავამთლიანოთ ოჯახი და ზეუნერობა პრევენცია უნდა გააკეთოთ. მე როც ეს სხვა პრინციპებზე აგებული. შენ რწმენა გაქვს იმისა, რომ
ის გეხმარება რა. საფუძველი აბსოლუტურად. საფუძველი. დიდი მადლობა ბატონო რეზო დიდი მადლობა და საუბრისათვის, მადლობა მსმენელს იმისათვის, რომ ჩვენთან ერთად იყო პროექტი ის რაც გვაერთიანებს მის ნაცისახავს, რომ ჩვენ შვილებს მომავალ თაობას, ფართო აუდიტორიას გაუზიაროთ ის ღირებულებები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გვაძლიერებს და გვაერთიანებს. შემოგვიერთით შემდეგ ეპიზოდებში, დაგიბრუნდებით საინტერესო თემებით, ერთობის, თანადგომის და სულიერი გზების შესახებ. კარგად ბრძანდებოდეთ.